კურსის ასეთ მაჩვენებელზე ამის შესახებ საუბარს ახლა კომპანია Galten Tagartis სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან არჩილ გეგეშიძესთან განვაგრძობთ. საღამოშვიდობისა ბატონო არჩილ, გვალობთ რომ გაჩეჩილაძესთან განვაგრძობთ, მოდის გიხდით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო არჩილ, ხშირად გვეხსმის ხელისუფლების წევრების მხრიდან, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ არის იმის საფუძველი, რომ ლარი ესე გაუფასურდეს. თქვენ თუ იზიარებთ ამ მიმართულებას და ასევე საინტერესოა თქვენი შეფასება რა მოქმედებს ლარზე, რატომ დაეცა მისი კურსი ასე? ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელმა რეგიონმა განიცადა საკმაოდ დიდი დევალვაციის ტალღა, ასე ვთქვათ, გადაუარა რეგიონს და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ის დევალვაცია, რომელიც მოხდა საქართველოში, ეს არ არის გამორჩეული მოვლენა. შევხედოთ აზერბაიჯანს, რუსეთს, ყაზახეთს და ყველა ქვეყანას ჩვენს გარშემო თურქეთს და თურქეთს დაუბრუნდები ცოტა ხანში. ანუ დევალვაცია მოხდა ყველგან. ეს დევალვაცია არის იმის ბრალი, რომ მთლიანად რეგიონიდან საკმაოდ დიდი თანხები გაქრა იმის გამო, რომ ნავთობის ფასი და სხვა საქონელი, რომელიც რეგიონიდან გადიოდა, ფასში შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან სავალუტო კურსი შეიცვალა და ჩვენთან შეიცვალა შესაბამისად. ანუ მთლიანად დაწყებული 2014 წლის სადაც აგვისტოდან მოყოლებული დღემდე ეს ტალღა მთლიანობაში, ასე ვთქვათ, გადაუარა მთელ რეგიონს, მათ შორის ჩვენთანაც მოხდა დევალვაციის როგორც ხვებთან და არამეტად. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შედეგებს ამ დევალვაციის, საქართველოს საკმაოდ კარგად გაუძლო ამ ტალღას და მთლიანად, ასე ვთქვათ, არც რეზერვები დაგვიხარჯია, მანდ ბევრი ამ, ასე ვთქვათ, შეგუებასთან, ახალ სიტუაციასთან და არც, ასე ვთქვათ, საბანკო სისტემას შექმნია რაიმე, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები, ისე როგორც ეს მოხდა მაგალითად ყაზახეთში, აზერბაიჯანის საერთოდ რთულია საუბარი საბანკო სისტემასთან მიმართებაში. ანალოგიურად რუსეთში, რომელსაც ხარდაჭერა დაჭირდა სხვა ბანკს სახელმწიფო თანხების იმისთვის, რომ გადარჩენილი იყო და გაერთიანება მოხდა, სომხეთშიც 1-2 ბანკს, ასე ვთქვათ, გაერთიანება დაჭირდა იმისთვის, რომ კაპიტალის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. საქართველოში ესეთი პრობლემები არ ჰქონია, ასე რომ მთლიანობაში ეს ტალღა არის გადავლილი და საკმაოდ ჯანმრთელი ეგებება საქართველოს, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ნათელ მომავალს. თუმცა ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს აღწევს ბატონო არჩილ. თუ საგარეო შოკების ტალღა გადაიარა და მაკროეკონომიკური ვითარებაც ნორმალურია, რატომ განაგრძობს ლარი გაუფასურებას? ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ჩვენ ვინც ყავს არის თურქეთი. თურქეთს მერე მოდის ევროგაერთიანება, ეს ორი, ასე ვთქვათ, ხან ცვლის ხოლმე ადგილებს, მაგრამ თურქეთი არის ყველაზე უფრო ახლოს, ასე ვთქვათ, ჩვენთან და ძალიან ბევრი სხვა პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან. თურქეთში მოხდა ბოლო სადღაც 1 თვის განმავლობაში დაახლოებით ლირის კურსი დოლართან მიმართებაში 2.9-დან ავიდა სადღაც 3.23-25-მდე, რაც ფაქტიურად არის 11-12%-იანი გაუფასურება. თურქეთის ლირის გაუფასურება პირდაპირ მოქმედებს ჩვენზე, ვინაიდან მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა, ასე ვთქვათ, რაც შეეხება ხარჯების ნაწილში, მე ვიტყოდი, რომ მომავალში მნიშვნელოვანი არის, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების კუთხით, ასე ვთქვათ, შეზღუდვა მოხდეს, ან და კონტროლი იყოს კაცრი, რომ არ გაიზარდოს ეს ხარჯები. ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რაც ახლა მთავრობას გააჩნია ხელთ, რა სიტყვით ეროვნულ ბანკზე, რამდენად არსებობს იმის საშუალებები, რომ თუ კურსმა გაუფასურება განაგრძო, რეალურად მისი შეკავება მოხდეს? მე მგონი, რომ ეს ბერკეტები დღეს რომ გამოვიყენოთ, ეკონომიკას დავაზიანებთ. ამიტომ მოკლევადიანი ბერკეტები არსებობს, მაგრამ გრძელვადაში კურსი ასახავს ჩვენს გარშემო, ასე ვთქვათ, სიტუაციას სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, კურსების საშუალო შეწონილ კურსთან მიმართებაში შორს ვერ ვიქნებით და ეს, ასე ვთქვათ, დაახლოებით იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. და რაც შეეხება ის, რომ გრძელვადაში ეს კურსი ვინმე დაიჭიროს, ეს წარმოუდგენელია ნებისმიერი ბერკეტებით და თუ ამას ვეცდებით, მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას. ბატონო არჩილ, როგორი შეიძლება იყოს საგანგაშო ნიშნული იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა იძულებული გახდება, რომ ეს რეზერვები გამოიყენოს? რთულია თქმა, ეს დინამიკაში უნდა ვნახოთ რა. ანუ დღეს სადაც ვართ, სიტყვაზე 2.59, მე ცოტა ხნის წინ რო გეკითხათ, ვიტყოდი, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, დაბალ გულისხმობ 2.5 თქვათ უფრო დაბალია რა.
ანუ უკვე პროპორციულად არის. და ვიტყოდი რომ ასე ვთქვათ ეს არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ლირასთან მიმართებაში 12%-იანი დევალვაცია მოხდა საკმაოდ მოკლე ვადაში და შესაბამისად ამან იმოქმედა ჩვენზე. თუ მოხდება რუბლის, ლირის, ევროს გამყარება, აუცილებლად მოხდება საქართველოს ლარის გამყარებაც. ჯამში ამის გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის ჯანმრთელობა მოქმედებს გრძელ ვადაში, სადღაც 3-4%-ის ფარგლებში ყოველ წელს შეგვიძლია ან გავყარდეთ, ან შევსუსტდეთ, ან საშუალო შეწამულ კურსთან მიმართებაში. მაგრამ ამაზე მეტად თითქმის წარმოუდგენელია. ბატონო არჩილ, რა სიტყვით ლარის გაცვლით კურსზე მოქმედ ადგილობრივ ფაქტორებზე, მაგალითად, რამდენად მართებული იყო კომპანიებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდული სესხების და რეზერვების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა, რომელიც თქვათ ადრე თავიდან იყო თუ არ ვწდები 12%, შემდეგ 15%, ახლა კი 20%-ში ადგეს. ხო, აქ არის ლაპარაკი, ხო, ანუ მინიმალურ რეზერვზე, რომელიც ბანკებმა უნდა გადადონ და უმოქმედოდ ამყოფონ ეს თანხები რა, ანუ ეს რა თქმა უნდა აძვირებს დოლარის რესურსს. მე მგონია, რომ ჯამში დედოლარიზაცია, ანუ წახალისება ლარის სესხების გაცემის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ, და შესაბამისად დოლარის ხელოვნურად გაძვირება დავარქვათ ამას. თუმცა მგონია რომ ასეთი ტიპის ქმედებები შესაძლებელი და უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მაშინ როცა ეკონომიკის გადახურების ნიშნები გვაქვს. დღეისათვის ამის ნიშნები არ არის, ამიტომ ასეთი ტიპის ქმედებებმა შეიძლება დოლარი გააძვიროს და ეს კარგი არ იყოს ჯამრად ეკონომიკისთვის. რამდენად შეიძლება ლარის კურსზე, გაცვლით კურსზე იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების გასტუმრებამ, კერძო კომპანიებს აქვთ ცესხები აღებული დოლარში და მათ უწევთ ამ ვალის დაბრუნება ასევე დოლარში, რაც ქვეყნიდან ვალუტის გადინებას იწვევს. ეს დღეისათვის არ არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი სესხების აღება გაჭირდება. ანუ საქართველოს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო დაფინანსებაზე, ეს როგორც კაპიტალის კუთხით, ისე სესხების კუთხით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ტიპის ქვეყანა იყოს, რომ ხალხს უნდოდეს საქართველოს ფულის ჩადება. დღეისათვის ეს მზარდი ტენდენციაა, როგორც კი კლებადი გახდება, მაშინ იქნება პრობლემა. ანუ დღეისათვის ჯერჯერობით რაც ვხედავთ, არის რომ როგორც ასე ვთქვათ, ინვესტიციების კუთხით სტაბილურობა არის და პატარა ზდაც გვაქვს. ასევე სესხების კუთხით, ასე ვთქვათ, პრობლემა იმას, რომ საქართველოს ქართულმა კომპანიებმა სესხები აიღონ, ამისი არ არის. თუ ეს პრობლემა დადგება, იმიტომ რომ თქვათ, ჩვენ გავხდით არამიმზიდველები ინვესტორების მიმართ ან უცხოური ბანკების მიმართ, მათთვის, მაშინ ეს შეიძლება გახდეს პრობლემა. დღეისათვის ეს პრობლემა არ არის, რომ ამ კუთხით რაც შეეხება რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდას 1.350 მილიონია, რამდენად შეიძლება ამან იმოქმედოს ლარის კურსზე და ნიშნავს თუ არა რეფინანსირების სესხების გაზრდა იმას, რომ ბანკებს აქვთ გარკვეული პრობლემები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა მკითხეთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, წარსულში განსაკუთრებით ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს იწვევს თუ არა და ეს რას ნიშნავს და ასე შემდეგ რა. ანუ რეფინანსირების სესხები არის ჩვეულებრივი ლიკვიდურობის ხაზი, რომელსაც ბანკები იყენებენ და აგირავებენ ლიკვიდურ ინსტრუმენტებს. ეს არის სახაზინო ვალდებულებები. ცოტა ტექნიკურ ტერმინოლოგიას ვიყენებთ, მაგრამ მარტივად რომ თქვა, ანუ რეფინანსირების სესხების მოცულობა ეს არის შედეგი ლარზე მოთხოვნის და არა გამოწვევი მიზეზი. და ვინც იძახის რომ ეს არის მიზეზი, მე მგონი რომ სპეკულირებს ამ თემის, ან შეიძლება ასე ვთქვათ ბოლომდე სიღრმეებში არ უნდა რომ ჩაიხედოს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ლარზე მეტი მოთხოვნა არის და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ლიკვიდურობის მეტი ათვისება ხდება ბანკების მიერ. ანუ როცა ბანკების კლიენტებს აქვთ მეტი მოთხოვნა ლარზე, შესაბამისად მეტი რესურსი მოაქვს ეროვნული ბანკიდან სხვა ბანკს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ლარის სესხის აღება უნდა ხალხს და არა დოლარის. ბატონო არჩილ, ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სავალუტო სპეკულაციები, კონკრეტულად კი კონკრეტული მსხვილი კომპანიები ინსაიდერულ ინფორმაციას იყენებენ და ასე თამაშობენ ბაზარზე. რამდენად შესაძლებელია ასეთ რამის დამკვიდრება? თითქმის გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სარისკო თამაშია, რამდენადაც ვიღაცას თუ გონია, რომ ეს გამყარდება ან შესუსტდება, შეიძლება ერთ-ერთ მხარეს ასე ვთქვათ, დაიჭიროს პოზიცია, მაგრამ ისევე შეიძლება ფული დაკარგოს.
როგორც მოიგოს. ხა სპეკულაციას ყოველთვის ახდენს სხვა კომპანიები, მაგრამ რამდენადაც იგებენ, იმდენად აგებენ, ასე ვთქვათ, გრძელ ვადაში, მოკლე ვადაში შეიძლება ამ რაღაც ყევები გამოიწვიოს და ყველა სავალუტო ბაზარზე ხდება ეს რამ, მაგრამ საქართველოში გრძელ ვადაში როცა არის ლაპარაკი, 2 წლის განმავლობაში ვთქვათ, კურსი აქედან აქამდე მოვიდა, ეს ასახავს მთელ რეგიონალურ რეალობას და სპეკულაციები ვერ იქნება ამის გამოწვევის მიზეზი. ბატონო არჩილ, შესაძლებელია თუ არა ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზების გაკეთება, მაგალითად დაახლოებით აგვისტოს თვეში თქვენ მოამბესთან საუბარში აღნიშნეთ ესეთი მაჩვენებლები 2 და 4, 2 და 5 ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. დღეს თუ შეგიძლიათ რაიმე პროგნოზის გაკეთება? დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ის კურსი რაც დღეს არის და ეხლა პლუს-მინუს 3%-ზე მოდი არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ანუ სიტყვაზე ეს 2 და 4 იქნება თუ 2 და 45, ანუ ამას დიდი განსხვავება ამას არ აქვს ემოციური რაღაც ფონის გამო გარდა რა თვითონ ეკონომიკისთვის. ეს კურსი დღეს სადაც ვიმყოფებით ასახავს ანუ საშუალო შეწონილ კურსს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების. ეს ცოტა რთულად თქვი, მაგრამ ის დევალვაციები რაც მოხდა ჩვენს გარშემო, სრულად არის ასახული ლარის კურსი სრულად ამას ასახავს. შესაბამისად, რა დიდ ყევებს მე არ ველოდები. და ეხლა 2 და 45 იქნება თუ 2 და 51, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბატონო არჩილ, თუმცა კურსის გაუფასურება საკმაოდ მძიმედ მოქმედებს მოქალაქეებზე, ვისაც ამერიკულ დოლარში აქვს სესხი აღებული. როგორ მოქმედებს კურსის ასეთი თამაში ბიზნესზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უშუალოდ ქვეყნისთვის? მოქმედებს იმდენად, რამდენადაც დოლარში ვისაც აქვს ვალდებულებები, მათზე მოქმედებს პირველ რიგში და შემოსავალი ვისაც აქვს ლარში. სხვა კუთხით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ისეთი მნიშვნელოვანი მოქმედება არ აქვს, რამდენადაც ეს, ასე ვთქვათ, ეს თითოეულ მოქალაქეს გონია. ბიზნესი ამით არც დაზარალდება და არც მოგებული დარჩება? ბიზნესი, რომელსაც აქვს დოლარში სესხი, დაზარალდება, რა თქმა უნდა, და ვისაც აქვს ლარში სესხი, მანდამაინც არ განიცდის, ანუ პატარა ცვლილებებს, ხა. მნიშვნელოვანი ცვლილება თუ მოხდა ისეთი როგორც თქვათ აზერბაიჯანში მოხდა, ხო? და დოლარის და მანატის კურსი 0.8-დან ავიდა, ასე ვთქვათ, 1.7-მდე და ეს დოლარის შოვნა, ასე ვთქვათ, მაინც არის შოვება ბაზარზე, ასე ვთქვათ, მარტივად ვერ ხურდავდება ეს ფული. მან რა თქმა უნდა დიდი ინფლაცია გამოიწვია. საქართველოში არაფერს გავსთან არ გვაქვს საქმე, ანუ ინფლაცია დღეს არის 0-თან ახლოს და ესეც არ ვარგა, ანუ ჯობია რომ 3-4%-ის პაგლებში ვიყოთ. ასე რომ ის რომ ასე ვთქვათ მნიშვნელოვნად ეს ეკონომიკას დააზარალებს არა, ანუ შეიძლება უშუალოდ ვისაც სესხი აქვს დოლარში, იმისთვის ეს დამატებითი ტვირთია და მე მოუწოდებ ხალხს, რომ ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, ეცადოს, რომ სესხებიც კონდეს ლარში. ვალდებულებები, ასე ვთქვათ, რა ვალუტაშიც გაქვს შემოსავალი, იმ ვალუტაში უნდა გქონდეთ ვალდებულება, რომ ანალოგიური, ასე ვთქვათ, განცდებს თავი ავარიდოთ. გასაგებად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. არჩილ გაჩეჩილაძე კომპანია გალტენ ტაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პასუხობდა მოამბის შეკითხვებს.